გავიყინები დღეს ცოტათი დღის დასაწყისში. მაგრამ არა უშავს. კიდე რო წამოვალ სამაგიეროდ გავთბები. Okay. Excuse me, what the fuck? Huh? So fucking stupid. ეს რაღაც არ ამიწევია კიდე. მე არ გამომიგეს ეს სისტემა. არაფერი მოდის. ერთი დავიწყები მითი რომ დღეს ოფიციალურად მე-6 დღე არის უკვე რაც მოტოციკლზე დავდივარ. გარდა მყავს მოტოციკლები და სტატისტიკურად იმის შანსი რომ რაღაცა მომივიდეს არის 75%. 5-ჯერ ვარ მოტოციკლით გამოსული. ეს არის მე-5 გამოსვლა. რას ნიშნავს ეს? რომ 4-ჯერ რომ გამოვედი, 3-ჯერ რაღაცა დებილობა მომივიდა. და როგორ დებილობა იცი? გასმა, მანქანაზე ფეხის გარტყმა და დავაგვირგვინე, წააქცევით, დიახ. ძალიან კარგად ყოფდათ წავიქეცი, მაგრამ ნიჩიო არაფერი ისეთი არ მოხდა. გავეხახუნე, ხელი გავახახუნე საკაიფოდ, მაგრამ საგანგაშო არაფერი. მაგრამ ხელი ხოძე მაქვს, კრავი კი მტკივა და მაწუხებს, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ უარესი არ მოხდა რაც თავარია, მადლობა ღმერთო. შესაძლოა ვსწავლობთ, ხვდებით რომ მეტი ყურადღება გჭირდება. აი დაწყებული ადგილით შეშელიძე, როგორ ვერ გიდან უკვე და პირველი ავარიაც აქ მომივიდა. მოგონა გაუსმედი მაგონქანას. ერთი კვირის ყალობაზე ძალიან ბევრი რამე გადამხდა. მაფიქრებს რა, სწორი არჩევანია ჩემთვის ახლა მოტოზე კატაობა ხოლმე. რაც მე ისინი მივიღე გამოცდილებები რა. ნავი თვეების მე რომ მოდით ხოლმე გამადა ეგეთი რაღაცეები და ან ნამეტანი ჩქარა ვუღებ ალღოს და ჩქარა მომდის გავდივარ მაგ პროგრესს. ან პროსტა მართლა ძალიან ცუდი მძღოლი ვარ და არც უნდა ვატარებდე მეგონი მოტოს საერთოდ რა. მაგას უკვე აი რო გვიჩვენებს, იმიტომ რომ ახლა მოტოზე დავანებო თავი თქო ვერ ვიტყვი რა. იმიტომ რომ ერთი რომ მაგარი მუღამი აქვს, ძალიან დამევახ აი ძალიან. მაგრამ მეორე რომ კაითება არის ახლა ჩქარა მიდიხარ, მოდიხარ ადგილებში, კარაქში გადაადგილების საცობები კიდია. მაგრამ თქო ახლა დამოყენებას სჭირდება. მეტი ყურადღება არის საჭირო, მეტი სიფრთხილე არის საჭირო. არ მოსრიალდეს ესა, მაგარი საჭიში არის ფოთები და მოდია. თელა სტაბილურად მივყვებით მანქანების ტემპს. არ დავზრომიალობთ. საკუთარი თავის კონტროლი არის ყველაზე რთული მეგონი რა. არა. ახლა არ უნდა ვაკონტროლოთ თავი რა. იმიტომ რომ თუ არ ვისწავლეთ, მე როგორ გინდა რომ პროგრესი განიცადო, ხო? მე იქ შემიძლია სიარული? ბასლაინზე? მე გუნა ვიკითხოთ, ოგა, შემოწოდა. ბასლაინზე სიარული შემიძლია დავაი, მაგის დიღმის ხიძე და იმაზე ეგრევე დავეშვები ხოლმე ამერებში. მესამე, სიმსიმა. აი რა ვქენი ახლა რა გავაკეთე ამით, ჰა? ой, სათვალე მაგხატაო, ეგ ვაფშე არ მახსოვდა. აი ხა როგორ სად არის სათვალე? უგავიხსენე ახლა ამისი გაკეთება. Oh shit, yeah, ვიპოვე. Holy shit. აია, სათვალე გვიკეთია. წავედით შო. ოპა, სვაბაიკერი. როგორ არ მევასება ტრაიდერებს შორის ზორომიალი, მაგრამ ასორებს არა მუღამია კი მე და ძმა მიმენა გამაქცია მარჯვნიდან დაივიწყე გასტრებებიო. ეს მარჯვნა დავდივარ, აი გათვალისწინება რა მაგარი ვიცი. თავხედი როა, თავხედი მიზრდერი დეგენერატი. სადაც უნდა აუხვიო, აუ გრუპის გარეშე სიარული რა პიზდეცია. აუ სველია, არ მოსრიალდე ძმობას გაფიც. ისეთი პანიკები ვჭის რომ არ მომისრიალდეს თქო. მარტო მაგ პანიკების აღმოსაფრთხელად რომ აღარ მქონდეს ეგ პანიკები, მაგის გამო აღარ გამოვალ მეც. ხე შაბათია, მანქანითაც მარტო არ გამოვიდოდი. ესე იგი მიზეზებს პოულობ რომ არა და არ გამოვიდე მოტოციკლით. აუ ეს რა ფხელა რაღაცა უკეთია აბა შეგიგარი. დავახცე თავი. თითები იმენა გამეყინა რომ რანა ისე ხეთათმანი აბა გაგათბობსოთ მათვიდად იქნებიო. არა თვიდად არა ვარ ყავიტი. ვიახტა გზარო არ მახსოვს კარგად. ყველაზე ნელი მოტოციკლისტი კაროჩე. მივზოზინებ როჟები დაფრინავენ და მე მივყატაო რა მანქანით რომ არ გამოვიდოდი მეგონი შიში ოხერია ეს არის პირველი გამოსვლა ქალაქში ბაჟაზე ვარ გამოსული უნივერსიტეტში გავედი პირველად მოტოციკლებით ახლა დავფიქრდი მაგაზე და ეხლა ცოტა ავნერვები არა ვიტყვი არა ნერვიულები რაღაცნაირად უკვე აი მომჯდარი ვარ უკვე რა თვითონ თქვა დამოყენებული მოტოციკლისთვის მაგრამ აი რაღაცა საბაზისო დეტალები რაც უნდა დროთა განმავლობაში გაგიზდეს, ეგეთი ვიღა დამჩა რა. აუ მეგონი რუკაზე დახევა მომიწევს ახლა მე. Oh shit.
შემცხვა, კიდე ჩამიქვრა. ოდნავი აღმართი იყო, ხო? მე არ დამისიგნალეს, არა სხვას დაუსიგნალეს, მაგრამ ცხვილი ჭამე, სირცხვილი, უსირცხვილო ვარ. აკნა ჩამქვია? სადმე ჩამქვია? მადლობა ქალბატონო. სველია. ნამეტანი სველია. ოი, აკნა ჩამქვია, მართალია. აუ, როგორ მევასება გზები რომ შემთხვევით შემომესწავლება ხოლმე რა. მადლობა. ოი, ეს რა ვქეთებ? კი აღა მოტო ხელებიდან გამივარდა. პირველ შევაგდებ. კაი დახრილი ხარ ძმაო რო იცოდე. კატასტროფულად არ გვივლია, რაღაცა close call-ი არ ქონია რა. ოპა. ой, მე თვალები ამიცემნია და სულ ამავიწყდა. აი, მავიწყდება, ხო ხედავ, რამდენი რა მავიწყდება. თვალები ჩემი. სულცემში როგორ უნდა იყო. Mr. Policeman, don't stop me. Please. ალა ვაკარი ტიპია ძადი და ბება. რაღაცა გავარდა. ეხლა დავამოყომე რომ თურმე ეს ხელიც დამიტყია. რა მან გადამაჩინა. დავისწავლეთ ამ წაქცევიდან. თუ არ ვართ დარწმუნებული რომ სადღაცა გავალთ, არ გავიცკოთ. უნდა გავჩერდეთ. თუ არ გავჩერდეთ, ნელა მაინც გავიდეთ. სიჩქარეს არ უნდა მოუმატოთ ნაღდად. მაგარად მევასება თავს რომ იქნება ხოლმე მოტოციკლისტები. აი გამოიხედეთ, აი. აი ხარეცია. ზოგი მაგრამ მევასება რა. იმენა ყურადღები ანდრო დადიან და აქცევენ ყურადღებას რა. ხაზე კუჭი მიწოცა. ეხლა გადავთე კილომეტრებში რომ მეთქი ნიკა. რაღაცა სიჩქარებს კარგად ვერიფი და მოდი. გადადი კილომეტრებში მამულ პატურზე რაღაც და ვაფშე იმენა გაურკვევლობაში ვარ. მაინც ვერ ხვდები რა, მინდა არ მინდა მოტო. და ცოტა რომ მიჭის მაგ თემაში რა ალბათ, მაგრამ იმიტომ რომ ესე რომ გააკეთება. აი როგორ არ უნდა გინდოდე, რა არ გინდა ძმა. არა უნდა იცოდე ლიმიტი, უნდა იცოდე საზღვარი, უნდა იცოდე დრო და ადგილი. ესე ყველგან ყოველ წამს არ შეიძლება, არ არის სწორი აქციები რა. სამი, ორი, მეგონი აქ შემიძლია ხა გასვლა ხო? მე თუ ეხა 200 ლარიანები მომივიდა ამაზე ძმო, აი აგე ძმა დადის თუ აბა რა შეგვიძლია ესე, ხო? ხო შეგვიძლია ბრატ. აუ ეს სადაც რომ მიალობს საღორძბაო. ნორაზე გადავთოთ ყოველ შემთხვევაში. საკმარისად დიდი ადგილი არის იმისთვის რომ ვიძრო მიალოთ. Ходить за машиной. Раз დავამოყამე, რამდენი მიკრობა ხოლმე მე ეგრევე აღარ დამოყოფილი ჩქარით უნდა გავიდე რა. ყველია ნიკა სირცხვილი არ უნდა ჩაგიქვეს არა. მე უფრო თავს იცი, ვითომე ჩქარა დადიხარ. მიდიხარ 50-60 ხო? Açıklar mı diyor? Რაღაცნაირად უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს რა, აი ბევრად მეტ. ამათ უნდა დავყარ ხოლმე, კაროჩე და მასწავლიან რა ტექნიკებს. მოდი მას არ გავწევდი.
გავეტეოდი აქ საღამ. აბა ჩავიჩუმორე, ადრე მეყვის ბიჭო არ უნდა გახვიდე ეგეთებში და ეგრე თუ იარეთ მან რაღაცას მოიწევდა, ბიჭო უნდა ისწავლო. Good day.